თქვენი დღევანდელი შეხვედრა რა მიზანს ემსახურება და რამდენად კმაყოფილი ხართ? კმაყოფილი ნამდვილად ვარ. შეხვედრა, რასაც ემსახურებოდა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი საარჩევნო კამპანია, როდესაც დაიწყო, პირველი შეხვედრა კლუბებთან მქონდა თბილისში და მაშინ მე დავპირდი, რომ აუცილებლად ჩამოვალ მეთქი თქვენ რეგიონში, იმიტომ რომ ჩემთვისაა პრინციპულად მნიშვნელოვანი ვიცოდე თუ რა ხდება, თუნდაც დამოკიდებულება, ადგილობრივი მოსახლეობის, კლუბის ინფრასტრუქტურა, რა პრობლემების წინაშე არიან ფეხბურთელებთანაც, რასაკვირველია, კაია, დარწმუნებულება მათაც უხარიათ, როდესაც მე ვხედავენ აქ და ასე რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მე მოხარული ვარ. გურია რამდენად პრინციპულია თქვენთვის განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ცნობილია რომ საბოლოო გადაწყვეტილებით გურიის ხმა, ყოველ შემთხვევაში ღიად თქვენ არ გეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციის გამგეობის წევრები ღიად გიჭერენ ასევე მხარს. არა მარტო გურიის ხმაზეა საუბარი. ყველა იმ დანარჩენ ხმებზე, თვითონ სისტემა არის არასწორი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორე, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტულად მე დამიჭერს ხარ თუ არველაძეს თუ კვარაცხელის. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არ არის პიროვნების ხმა, ამ შემთხვევაში ებრალიძის ხმა. ეს არის გურიის ხმა. თქვენ იცით, რომ იგივე მაგალითად ლანჩხუთის გურია საერთოდ არ აქვს ხმა, ხო? ფაქტურად გამოდის, რომ მთელ რეგიონში არის ერთი ხმა და ეს ერთი ხმაც არის კონკრეტულად ერთი პიროვნების. ეს არის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი. ახლა ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ რეგიონში არ იყვნენ ვეტერანი ფეხბურთელები, დამსახურებული ადამიანები, კლუბები, რომლებსაც რასაკვირველია მათი ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ, კითხონ თუ როგორ ხედავენ, ვინ მიაჩნიათ, თორე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულად ჩემზე იქნება თუ სხვაზე არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ ფორმა არის არასწორი, როდესაც სამხრივად ერთი ადამიანი, ამ შემთხვევაში გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ებრალიძე წვითავს, რომ ეს არის მისი საკუთრება და მისი ხმა. ეს არის არასწორი და ამას ვეწინააღმდეგებ. თუმცა ხდომა, აღმასკომმა, მაინც ის გადაწყვეტილება მიიღო საბოლოოდ, რასაც არავინ არ ელოდა ტრიბუნალის გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ეს ტრიბუნალი არის შეიქმნა საერთოდ UEFA-ს რეკომენდაციით. ეს პირდაპირ რასაკვირველია საწინააღმდეგო იმაში მოდის, თუნდაც UEFA-ს მიმართებაში, იმიტომ რომ ტრიბუნალი შეიქმნა იმისთვის, რომ დავები სადაც არის, ამის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც აღარ გასაჩივრდება. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება, რასაკვირველია, არც ერთი მხარის პოზიცია დააკმაყოფილა და არც მეორეს. ამიტომ მან მოუწოდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ გაურკვევლობაა თვითონ რეგიონში, რეგიონალურ ფედერაციაში, შეთანხმდნენ, შეხვდნენ და გადაწყვიტონ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ აღმასკომმა, ეგრეთ წოდებულმა აღმასკომმა, ისე არცნო ტრიბუნალი და გააუქმეს საერთოდ მისი ხელმძღვანელი შეცვალა. ფაქტიურად მივდივართ იქითკენ, რომ არასამართლიანია და ზუსტად ამაზე მიწევს ხოლმე საუბარი, რომ ეს დელეგატების თემა არის უკვე თავიდანვე ისე არასწორად დაიწყეს ამის არ ვიცი რა უწოდო, რა სიტყვა უწოდო, ფაქტიურად არაჯანსაღი საარჩევნო კამპანია პროცესი. თუმცა მეორე მხარე ოპონენტები გადანაშაულებენ იმაში, რომ თქვენ სახელმწიფო რესურსს იყენებთ გამომდინარე კახიკალაძესთან. ამას ხო ვერ გავიქცევით, ეს წლებია, ეს შეიქმნა და შექმნეს. იქიდან გამომდინარე, რომ კახიკალაძე არის ჩემი მეგობარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ჩემი მეგობარი და ვარ ბედნიერი, რომ ის არის ჩემი მეგობარი. მე კიდევ ერთხელ სულ მიწევს ხოლმე ამაზე საუბარი, თუ გამოვიყენებ ამ ურთიერთობის, არა მარტო ადგილობრივ რესურსს და მეგობრობას, ამ შემთხვევაში, არამედ თუნდაც ჩემი საერთაშორისო მეგობრებს იგივე გერმანიაში ურთიერთობებს ჩემ გამოსცემს, თუ გამოვიყენებ მარტო ქართული ფეხბურთს და ვერავინ ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებს, რომ სადმე მოხდა, ერთ რაღაცა ვთქვათ, გავიხსენოთ როგორ ტარდებოდა არჩევნები და გავიხსენოთ როგორ ტარდება ახლა. არსებობს 3 კანდიდატი, ყველას აქვს საშუალება თავისი საარჩევნო კამპანიაში ჩავიდეს, შეხვდეს მოსახლეობა, შეხვდეს კლუბებს, ფეხბურთელებს და ასე შემდეგ და თუ გადავხედავთ როგორ ხდებოდა, ფაქტიურად ის იყო, სადაც ჩარევები ხდებოდა თორე. ამიტომ ჩემთვის ეს კითხვა ზოგადად გასაგებია, ხშირად ისმის, მაგრამ გურიაში ისმის იმიტომ განსაკუთრებით, რომ იყო შეხვედრები, რომელსაც სუსი ესწრებოდა, ეს ხდებოდა გუბერნიის შენობაში და ეს სხვათა შორის კარგად გამოიყენა არველაძემ და უფრო მეტიც ეს ყველაფერი როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია UEFA-შიც გააგზავნა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ბატონ რეზო არველაძის პრეზენტაციის შემდეგ მოვისმინე პარლამენტის წევრების კომენტარები, რომლებიც პირდაპირ იძახიან, რომ უჭერენ მხარს რეზო არველაძეს. ეს ადამიანები, რამოდენიმე მათგანი არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რასაკვირველია, რომლებსაც თავიანთ რეგიონში აქ უფრო ძალა გააჩნიათ, ასე რომ ვთქვათ, ეს არ არის შარება, ეს შესაძლებელი ყოფილა თორე რაც შეეხება
ქართული ოცნების დეპუტატებს გულისხმობ? დიახ, დეპუტატები არიან. არ ვიცი, პარლამენტის წევრები არიან, რომლებიც გამოვიდნენ და იძახიან რეზერვუარზე უჭერენ მხარს. ანუ ეს მისაღები ფორმა შეიძლება და თურმე მე თუ კახას მეგობარი ვარ, ეს მიუღებელი ყოფილა. რაც შეეხება ფეხბურთს და ყველაზე მთავარს, როგორია თქვენი საფეხბურთო პოლიტიკა, რას გააკეთებს ლევან კობიაშვილი იმ შემთხვევაში თუ სამში? პირველ რიგში სისტემა შეიცვლება. აი იმ სისტემაზე, რაზეც მე ვსაუბრობ. ანუ რომელიც საერთოდ აი დღევანდელი მოცემული, თუნდაც ეროვნული ჩემპიონატს, თუნდაც კლუბების მიმართებაში. ფეხბურთის ფედერაციას უყურებს იძახის, რომ ეს კლუბები არიან მუნიციპალიტეტი და ჩვენ მათთან შეხება არ გვაქვს და არ გვაინტერესებს. ეს არის პრინციპულად მიუღებელი. როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაცია არ ინტერესდებოდე და არ იყო არ ჩართული არ იყო ამ პროცესში თუ კლუბების დაფინანსება როგორ ხდება, როგორ მიზან მიმართულად იხარჯება ყველა თანხები. ანუ ეს პროცესია, რაზეც ფეხბურთის ფედერაცია არანაირ პასუხისგებლობას არ იღებს, ისინი კმაყოფილები არიან იმ 7 მილიონით, სადაც სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას საწევროებს ეხდიან კლუბები. დიახ, და ანუ კმაყოფილდებიან ამით, ავსებენ თავიანთ სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებებს და ეროვნულ ნაკრებებს და всё. საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება რეგიონში. ეს არის პრობლემა. ამიტომ ვიძახი, ანუ ჩემი ზოგადად თავარი ამოცანა რაც იქნება, ეს არის სისტემა უნდა შეიცვალოს, აუცილებლად თუნდაც სტრუქტურა ფეხბურთის ფედერაციის, თქვენ იცით, რომ სტრუქტურა ჩამოყალიბებულია მარტო პრეზიდენტს და გენერალურ მდივანზე. ვიცე-პრეზიდენტს არანაირი ფუნქცია არ აქვს საერთოდ. PFL-ის პრეზიდენტია, რომელიც საერთოდ 4 წელია ეს ლიგა არ არსებობს, ანუ ეს არის მიუღებელი, ანუ ასევე დებულებები, რომლებიც წესდება უკვე სიმართლე გითხრათ, უკვე სასაცილო გახდა, იქიდან გამომდინარე, რომ წესდებაში პირდაპირ უწერიათ, რომ პრეზიდენტ აღმასკომის წევრები, ანუ ის 18 ადამიანი ირჩევა 4 წლის ვადით მომდევნო რიგით ყრილობამდე. ანუ რიგითი ყრილობა არის 3 ოქტომბერს და აღმასკომი დღის წესრიგში არც წევრის მიღებას ითვალისწინებს, ანუ გააქეს საკითხი, არც ბიუჯეტის დამტკიცებას, ანუ არ აინტერესებს ამ სუბიექტებს, არ უნდა ჩააყენოს საქმის ყურში თუ რა ხდება, რა ბიუჯეტი აქვს, რა იქნება მომავალში, რა გაკეთდა ამ წელს და ასევე აღმასკომის არჩევნები არ ტარდება. ანუ ეს არის, რაზეც ვსაუბრობ, რომ სისტემა არის იმდენად მოშლილი, რომ ეს არის პირდაპირ პირად ინტერესებზე, კონკრეტული ადამიანების პირად ინტერესებზე, მე ხა მინდა ამას გავაკეთებ და მე ხა მინდა ხვალ ამას გავაკეთებ. აი ესე არის. ქალთა ფეხბურთის განვითარება თუ შედის თქვენს გეგმებში ამ ბოლო დროს გურიაში ძალიან გააქტიურდა, მაგალითად ლანჩხუთს ქალთა ფეხბურთი ყავს ჩოხატაურსაც ასევე ბახმაროს. კი, მაქვს ეს ინფორმაცია, აუცილებლად, ანუ პირდაპირ გეუბნებთ, ეს შედის შემგეგმებში, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცი, ანუ შეიძლება თბილისში, დედაქალაქში არ იყოს მთლად ისეთი ინტერესი, მაგრამ ვიცი, რომ რაიონებში, რეგიონებში არის მოთხოვნა, ამიტომ ზოგადად მესმის ახლა საქართველოს შეიძლება ამ მიმართულებით ნაკლები ინტერესი იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ქალბატონს ანუ გოგონას უნდა ფეხბურთის თამაში, რასაკვირველია, ხელი უნდა შეუწყოთ და არ უნდა იყოს ისე, რომ ვიღაცა ამას წინააღმდეგი იყოს, ანუ ვიღაცა ეუბნებოდეს, რატომ უნდა თამაშოდეს მანდილოსანი ამ შემთხვევაში ქალბატონი ფეხბურთს. ანუ ეს მიუღებელია, თან მე ვარ იმ ქვეყანაში ანუ ნამყოფი და ნაცხოვრები, სადაც ქალთა ფეხბურთს ძალიან დიდი როლი უკავია. ანუ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ კუთხით აუცილებლად ვიმუშავებთ. და ბოლოს ლევან კობიაშვილის რჩევა მომავალ თაობას. რა უნდა გააკეთოს იმ ბავშვებმა, რომლებიც რაოდენობა საკმაოდ ბევრი და უნდა თუ იყვნენ ცნობილი ფეხბურთელები წარმატების მისაღწევად. თქვენი წარმატების ფორმულა როგორი? ძალიან ბევრი რამე უნდა გააკეთოს. ანუ მე ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, ანუ ჩემ კარიერაში ბევრ რაღაცაზე უარის თქმა მომიწია, იმიტომ რომ ანუ რაღაც ფეხბურთი მეთამაშა, ჩემ პროფესიონალი ყოფილიყავი, დისციპლინა პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოუდგენელია ამის გარეშე, ანუ უნდა გინდოდეს, გიყვარდეს იმას, რასაც აკეთებს. ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემ მიმართებაში ასე იყო. ბავშვობაში, ანუ ბევრ რაღაცაზე მიწევდა უარის თქმა და ასეც ხდებოდა, იმიტომ ვიცოდი რაღაც მიზანმიმართულად, რაღაცისთვის ვიბრძოდი, რაღაცა მინდოდა გამეკეთებინა, რაღაც ჩამოყალიბებულიყავი როგორც ფეხბურთელი. საბოლოო ჯამში რასაკვირველია ამის გარანტია არავის არ აქვს, ან გამოდის, ან იმიტომ ახლა თუ გადავხედავთ პროცენტულად ძალიან ბევრი რაოდენობა ბავშვების თამაშობენ ფეხბურთს, მაგრამ საბოლოოდ გამოდის ძალიან ცოტა პროფესიონალი. ამიტომ რაღაც გამართლებაც ხშირდება ამ კუთხით, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, თუ მაქსიმუმს აკეთებ, ნამდვილად გიფასდება საბოლოოდ. ჩემ შემთხვევაში ასე იყო და მე მინდა რომ ყველა ახალგაზრდას უსურვო პირველ რიგში რომ იყვნენ მიზანმიმართულები, პროფესიონალები.
რა დისციპლინა თავისთავად და უყვარდეთ ის და ჩვენი მხრიდან კიდე ხელშეწყობა ჭირდება ამ ყველაფერს. და იმ შემთხვევაში თუ გახდებით პრეზიდენტი ფედერაციის, იძლევით თუ არა პირობას, რომ ხშირად ჩამოხვალთ რეგიონებს შეხვდებით კლუბის ხელმძღვანელებს და რაც მთავარია იმ ფეხბურთელებს, რომლებისთვისაც ცნობილ ფეხბურთელებთან გამოცდილ ადამიანთან შეხვედრა აუცილებელია სამწუხაროდ ფედერაცია მიმდინარე წლების განმავლობაში ნამდვილად არ გვინახავს. კი, მაგის პირობას გაძლევთ ნამდვილად, ანუ ბოლო ამ ერთი თვის განმავლობაში ფაქტურად მოვიარე მთელი საქართველოს, ყველა რეგიონში ვიყავი და იმის პირობასაც გაძლევთ, რომ 3 ოქტომბრის შემდეგ უფრო ხშირად გესტუმრებით და ჩამოვალთ თუნდაც თქვენთან თქვენ რეგიონში.